რა დაინახე წეღან? პოლიეთილენის პაკეტი და ხისტოზე. და რა მითხარი? ეგ მტკივანე. რატო დედო? იმიტომ. რატო ტივა დედო? იმიტომ მტკივა, რომ აი დედამიწაზე გამონაბოლქვით მტკივა, აი დედამ ამბობენ, რომ აი დედამიწა უყვარს რა სკოლაში, აი უნდა რომ ცუდი ნივთიერებები აღარ იყოსო და ეგეთ რაღაცებს ამბობენ და ვიზე? ჩემზე. ვინ ამბობს? არ ვიცი, მასწავლებლები, არ მოვიდა ბუნების მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ მე ჩემი თავი კი არა დედამიწაა. იმიტომ რომ მიმტკივა. კი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის მთელი დედამიწა და აი ეს ხალხი იქნის ახლა ჯუჯუხით. აი გაიხედე გზაზე. აი ეს არის ჯუჯუხით. ჩვენც რომ დავდივართ მანქანით და რომ ვაბინძურებთ ჰაერს. ძალით გატარა. ხო. წაგიყვანო და დაგვსვარეთ სოფელში, ხო? მადლობა. მიქნები გატარე. ხა 8 წელს ვარ. 8 წლის ბავშვი ქალაქშია გაზრდილი. ეგ კარგია? არა. 2 წლიდან და წახვიდე სოფელში 8 წლის რო იქნები, მაშინ იქნები დედამიწა, ბუნება იქნები. აი, პრობლემად იქნები ღმერთი, კოსმოსი იქნები. შენ იქნები თანაგრძნობა გექნება ბუნების მიმართ, დედამიწის მიმართ. როდესაც სოფელში გაიზრდები, იმიტომ რომ არ არსებობს სოფელი, რომელსაც თვალწინ ბუნება არ უდგას. ბავშვი უნდა გაიზარდოს სოფელში. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ბევრი ბავშვია ისეთი, რომელიც ქალაქში იზრდება. სოფელში, ყველა სოფელში რო არ არის და განვითარების შესაძლებლობა განათლების მიღების. და რა მერე ბავშვი არ დადეგებზე მაინც წავიდნენ სოფელში და ცოტა მაინც შეეგუონ ამ გარემოს რა. ცოტა მაინც შეისწავლონ ბუნების მეტყველება. ხმაწვილი, როდესაც უყურებს ამ ბუნებას, უყურებს როგორ დაღროცულებენ კოჭები, როგორ დახტიან ციყვები, აი თვითონაც ეგუება და იწყებს თამაშს. თვითონაც დახტის, თამაშობს, იღინებს, აი თავისუფლდება. ვიდრე ხა ამ სკოლებში იაროს და აი წელი გაუშეშდეს რა. საწაიკითხე ეგ. ეს აკაკი წერეთლის წიგნში ჩემი თავგადასავალი და სხვა მოთხრობები. კიდე რა ეწერა? საწერეთლოში ზემოიმერეთში, აი ესე იწყება ზუსტად. საწერეთლოში ზემოიმერეთში ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავალეც. ეს სოფელი ჰაერის სიკეთით გამოირჩევა და მე ამიტომაც ვქვია სავალე.